ორი გადაწევა, წესით აქ იყრება წამალი, შემდეგ იხურება და გასროლის შემდეგ ხდება აალება. აი ესეთი პრინციპია. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ერთი ხელის კნოპკის გადაწევით, აი ამ ღილაკის წინ წაწევით, ესე იგი ამ ნამუშევარში წავიდა 180 გრამი ბაჯაღლო ოქრო. ესე რომ ვთქვათ 12,000 евро მარტო. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ნიდერლანდების სამეფოში ბატონი გოჩა ლაღიძის სახელოსნოში. ბატონი გოჩა დღეს წარმოგვიდგენს თავისი ნამუშევრების 1-2 ეგზემპლარს, რომლებიც ამჟამად იმყოფება ზოგი კერძო კოლექციაში, ზოგიც კი მუზეუმებში და სხვადასხვა გამოფენებზე. დღეს კი ისინი არიან წარმოდგენილი ჩვენთან. ვიმყოფებით ჩემს სახელოსნოში და გაჩვენებთ ქართულ დაფარულ იარაღს, რომელსაც ატარებდნენ საქართველოში. ეს არის ფაულად სატარებელი ქართული სატევარი, რომელიც შევასრულე ბევრი წლის უკან მომიტანეს ერთ-ერთი ნიმუში, მსგავსი ნიმუში ისტორიული და ის იყო ქართული, თავისი ორნამენტიკით და იმით აბსოლუტურად ეჭვის გარეშე იყო ქართული. იშვიათესი ნაკეთობა, რომელიც რესტავრაციაც გავაკეთე და დამებადა იდეა შემესრულებინა ესეთი ნამუშევარი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს თვითონ ფოლადი დამეკვეთა საქართველოში და დავუკვეთე, გააკეთა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ ლევან ბუკიამ. ეს პირი შესანიშნავად შეასრულა ჩემი ესკიზით და ჩემი დაკვეთით, რაზეც მას მადლობას ვუხდი. ეს არის პრინციპი არის, რომ იგი წელზე ატარებ მას დაფარულად, ეს ერთი კამარი წელზე იკვრება და მეორე კამარი უკვე იჭერს თვითონ სატევარს. აი ესეთი პრინციპია. აქ აქვს სამაგრი, რომელიც მას არასდროს საშუალებას რო ამოხდეს. აი ესეთი ნივთი არის, თვითონ ნივთიც ხარიზმატული არის, ვთვლი, ძალიან რაღაცნაირი უიშვიათესი ის არის ქართული იარაღი, რომელიც საქართველოს სამუზეუმო სივრცეში და არც კერძო კოლექციებში მე არ მეგულება ესეთი. გაჩვენებთ დღეისათვის ჩემ მფლობელობაში არსებულ კოლექციას. აი მივყვები თანამიმდევრულად. გაჩვენებთ ხევსურულ ჩაჩქანს, რომელიც ბევრი წლის წინ გაკეთებული. მასზე არის ფოლადის გუმბათი, ვერცხლ გადაკრული და ვერცხლის ღილკილოებით. ეს მოსახდელი არის. არის ჯაჭვის რგოლები, დაბრტყელებული მოქლონიანი, რომელიც ყველა ასოზეც, ყველა რგოლზეც ამობეჭდილია გოჩა. ზოგზე გოჩა, ზოგზე ლაღიძე. ეს საკმაოდ ძალიან ბევრი დრო დაჭირდა ამას, აი დამღაცა აქვს თავისი მონეტა. შიგნით აქვს სადები ქეჩის, რომელზედაც გოჩა წერია და ხევსურული მზე. ეს არის მზის სიმბოლური გამოსახულება ხევსურული. შემდეგ ეს ჩვენი ჩაჩქანი. აი ამ სატევარმა მოიპოვა გუშინ Best Art Knife ჰოლანდიის იარაღის ყოველწლიურ გამოფენაზე, ექსპოზიციაზე. ეს არის ქართული ტიპის სატევარი, რომელიც საქართველოში მოდაში იყო მე-18 საუკუნეში, ერეკლეს ეპოქაში, თვლებით შემკოპილი, ვერცხლში, ეს თვლები არის ძოწი. ეს ესკიზი თვითონ არის ორიგინალი, მაგრამ პატივისცემით იმდროინდელი იარაღების მიმართ ერთ-ერთი დაცულია ერმიტაჟში, დათარიღებული 1760 წლით და მეორე დაცულია მიუნხენის მუზეუმში იგივე პერიოდის თვლებით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას აქვს სხვადასხვა ფერის თვლები და ჩემ ესკიზის გაკეთების დროს ავირჩიე, რომ ძოწი ყოფილიყო ერთ ფერში. უკანა მხარეც აბსოლუტურად ვერცხლი და სევადა არის. ეს ვერცხლი თვითონ ოფიციალურ ზარაფხანაში აქვს დატყმული ბეჭდები, რომ ნამდვილად სტერლინგი ვერცხლი არის. ირი არის დამასკური ფოლადი, ჩემი კლეიმოთი. ეს ფოლადი არის შუაში არის დამასკო და აქეთ იქით მონო, ესე ვთქვათ, ერთგვაროვანი ფოლადი. ასევე ქართული
თბილისური ტიპის სატევარი, ეს დავამთავრე შარშან, ვერცხლია, სევადა და უკანაც ასევე ვერცხლია. ჩემი დამღა, აგრეთვე ზარაფხანის ბეჭდები, ვერცხლის სინჯის, ყველა დეტალზე აბსოლუტურად. დამასკური პირი, ორღარიანი, ქართული ორნამენტით, ხოხობი არის ზედ. და ამ სატევარმა აიღო 2023 წელს მოიგო Best Art Knife ნიდერლანდების გამოფენის. ამაზე არ გავჩერდები, მოდი ეს უბრალოდ მინდათ გაჩვენოთ, ეს ჩემი ნამუშევარი არ არის. არის თბილისური ბულატი, აი ბულატებში თვითონ ეს ფოლადის ხარისხებში ყველაზე მაღალ საფეხურზე დგომი ბულატი. აი არ ვიცი როგორ გამოჩნდება, მაგრამ ეს მინდა გაჩვენოთ. ეს ჩემ კოლექციაში არის ეს იარაღი. დღესდღეისა. ეს დეტალები და ოქროს ზარნიში ახალი გაკეთებულია. მეგობარმა. შემდეგ ესეც თბილისური ქართული სატევარი. ამის ისტორია ის არის, რომ აი ეს სპილოს ძვლის ტარი არის დაახლოებით 200 წლის ნაკლების ალბათ არა, ვიყიდე, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, მხოლოდ და მხოლოდ ტარი. და ამ ტარზე გავაკეთე პროექტი, ესკიზი და თბილისურ სტილში, ესე იგი იყო თბილისში რამდენიმე ოჯახი, გიორგი ელიარაშვილი და ხეჩატურ ბებუროვის სკოლები, რომლის მიხედვითაც გავაკეთე ეს ესკიზი და შევასრულე. ეს არის მცენარეები, ფრინველები, აგრეთვე ჩოხიანი კაცია შევარდენით ხარზე, თავისი პატარა ხანჯლის შვილი თუკან, წიწილს ეძახიან ასევე. პირი არის დამასკური, ასევე შუაში დამასკური და აქეთ-იქით მონო და ეს ორნამენტიც ქართული თბილისური ორნამენტი სცენარეებით, შაშვებია, ორი შაშვია, ესე უფრო კარგად ჩანს. ძალიან მიყვარს ეს ორნამენტიკა, ქართული ორნამენტიკა, აქვს მას რაღაც ირანული გავლენა, მაგრამ ქართული მაინც ქართული ხაზია, ქართული ეთყობა. შემდეგ ესეც ქართული სატევარია, უпроსტად ქალაქური, თბილისური და მასში იმალება უნიკალური საიდუმლო, ესე რომ ვთქვათ. სიურპრიზი სატევარია. თითქოს ერთი შეხედვით ხელში დაიჭერთ, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ერთი ხელის კნოპკის გადაწევით, აი ამ ღილაკის წინ წაწევით, იგი ორმაგდება. ეს ჩემი ესკიზი არის, ესეთი სატევარი არსებობდა თბილისურ გასახსნელ ყამას ეძახოდნენ, თბილისური გასახსნელი ყამა და ამის მთელი ფუნქცია ის იყო, რომ როდესაც ხანჯალს ყოველდღიურად ატარებდნენ, იმდენად იშვიათი იყო, რომ მოწინააღმდეგე ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მას ორი ხანჯალი ჰქონდა და ბრძოლის დროს მფლობელი უბრალოდ გახსნიდა ამას და ორი ხანჯალი ჰქონდა ერთმაგივრად. და როდესაც შეერთებულია, ვერ მიხვდებით, რომ ის ორი შეტყობებული არის. კი ბატონო. ეს შემდეგი ავიღოთ. ეს სატევარი არის ასევე თბილისური. ამ პროექტში ჩავთე ქართველი ოსტატი ზაქრონ უნიკაშვილი, რომელმაც ფოლადი გამომიჭედა. ეს თვითონ ეს და ბულატის ფოლადი და აგრეთვე მოჭედვა გამიკეთა მან, ჩემი დაკვეთით შეასრულა. ესკიზი არის გიორგ ელიარაშვილის, იმის მიხედვით გაკეთდა. არაფერი ახალი, ესე რომ ვთქვათ, აქვს რა თქმა უნდა დამატებული და მასზე არის ლექსი, რომელიც დაწერა პოეტმა კობა ჭუმბურიძემ. წავიკითხავ ამ ლექსს. სატევარი მშვენიერი მზეჭაბუკის შესაფერი, თბილისურად განაკვერი და ჯავარით დანაფერი. კიდევ ერთი ლახვარია მომხდურისთვის მონაღერი, დაილხენდა შვენიერი, დაზაფრული დარჩეს მტერი. ეს არის შვეიცარიელი, ქართველების სიძია ეს ადამიანი, შვეიცარიელია, რომელსაც ქართველი მეუღლე ყავს და მისი პირადი დაკვეთა ჩოხისთვის დამიკვეთა. შემდეგი არის სატევარი თავადი. თავადი ქვია. 2009 წელი იყო, თუ არ ვცდები, მახსოვს, შემთხვევით თუ ბედისწერა იყო, გავიცანით ქართველი მოქანდაკე და
ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, Fabergé-ს ორდენის კავალერი, ირაკლი მეგრელიშვილი, რომელთანაც ოჯახში მოვხდი და მისი ნაკეთობების ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავში, როდესაც გამოსცნო თავისი შემოქმედება. და ამ დროს დაიბადა იდეა, დამებადა მე პირადად იდეა, რომ შექმნილიყო მასთან ერთად სატევარი, რომელიც იქნებოდა მინანქარში გაკეთებული. ირაკლი დამთანხმდა ამაზე და ეს ჩავიფიქრეთ, რომ ეს გაკეთებული იყო. ესკიზზე გარკვეული დრო დაგჭირდა ესკიზზე მუშაობა, გაკეთდა რამდენიმე სინჯი და ბოლო-ბოლო ესეთი ფორმის ესკიზი გაკეთდა. ის არის აბსოლუტურად მთლიანად ვერცხლის ბუდე, ტარი, ყველაფერი, მოოქროვება და ქართული ლიმუჟის ემალი, მინანქარი არის მასში ჩასხმული. აქვს დამღები, ირაკლი, ჩემი დამღა, ირაკლის დამღა და პირი აქვს ბულატის ფოლადის, რომელიც გავუკეთა ზაქრომ. ზაქრო არის მჭედელი, ქართველი მჭედელი, ცხოვრობს სოფელ ხიდისთავში, გორის რაიონში. და არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელთანაც დიდი სიამოვნებით თანამშრომლობ უკვე ბევრი წელია. იგი რამდენჯერმეა ჩემთან ნაყოფი ამ სახელოსნოში, 4 ჯერ თუ არ ვშდები, აგრეთვე ჩვენ გავაკეთეთ ქართული ბულატის, ქართული ფოლადის ვორქშოპები და ძალიან ნიჭიერი ქართველი სპეციალისტია. შემდეგ ეს არის კავკასიური ტიპის, ესეც ქალაქური დამბაჩა, რომელიც უბრალოდ ერთადერთი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელიც მე გავაკეთე, თუმცა იგი არ არის მოქმედი. აი ეს ნახრეტი, რომელიც უნდა გქონდეს ფალიასთან, მე არ გავუკეთე შეგნებულად, რადგან ჰოლანდიის კანონმდებლობა არ კრძალავს, რომ გქონდეს ისტორიული ცეცხლსასროლი იარაღი, აი ესეთ ძველი, ჩვეულებრივად სახში, მაგრამ ახალი მოქმედი იარაღის გაკეთებას ლიცენზია უნდა. მებართვა უნდა იუსტიციიდან, რომელიც მე არ მაქვს და არც მაქვს სურვილი, რომ კონდეს და ეს გავაკეთე უბრალოდ პრესის ამბავი, თუმცა იგი მოქმედოა. მექანიზმი ყველაფერი მუშაობს, ერთი გადაწევა, ორი გადაწევა, წესით აქ იყრება წამალი, შემდეგ იხურება და გასროლის შემდეგ ხდება აალება. ნუ ეს მექანიკა რა თქმა უნდა მუშაობდეს და თვითონ სტილი არის ქალაქური სტილი, ამას უკან ატარებდნენ ქამარში ჩოხაზე, ან კიდე ჩამოკიდებული ქონდათ გვერდზე. ნუ მას ახლავს ასევე საპირის წამლეს ეძახიან, ეს არის რომ აი ფალიაზე წამალი, თოფის წამალი დაიყაროს. ნუ ერთი ის არის კომპლექტი, ესე რომ ვთქვა. აბსოლუტურად ჩემი ორი ხელით მაქვს ეს დამბაჩა შესრულებული. აქ წარმოგიდგენთ ძალიან ცნობილ საქართველოში ძალიან ცნობილ ხმალს. ეს არის მეფე ერეკლე მეორის ხმლის ზუსტი ასლი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის საავტორო ასლი, ესე ქვია, იგი შესრულდა ჩემს მიერ, რამდენიმე წელი მიდიოდა ეს პროექტი, 2009-დან 2012-მდე და არის გრამებში და მილიმეტრის მიათედებში დაცული ზომა და ბალანსი და წონა და აი ყველაფერი έτσι თქვით. უბრალოდ ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ ხარისხით ეს თვითონ მოჭედვის ხარისხით და იმით იგივეა, მაგრამ უფრო კარგი ხარისხის არის. იმიტომ რომ ჩვენ დღეს მიკროსკოპებში მუშაობ და უფრო ესეთი იარაღები გვაქვს, რომ ამ ხმალზე დამჭირდა აკადემიკოს დავით როსკიფანიძის პირადი ნებართვა, რომ შემესწავლა ეს ხმალი, ხელში ამეყო, ამეწონა, გამეზომა და წარმატებით შესრულდა. ეს ბულატი არის ჩემი მეგობრის სანქტ-პეტერბურგის მუხინის სამხატვრო აკადემიის პროფესორის იური სარქისიანის ნაჭედი. ეს თვითონ ფოლადი, მან გააკეთა ნახევარფაბრიკატი, რის შემდეგაც მე ეს მივიყვანე საბოლოო ფორმამდე. ერეკლეს ხმალი, ეს ძალიან ცნობილი ხმალია საქართველოში, ლეგენდა ამბობს, რომ ის აჩუქა მას ერეკლე, პრინც ერეკლეს, მაშინ პრინცი იყო, არა მეფე იყო უკვე, როდესაც მან კოხტაბელაძე გაიმარჯვა დაღესტნურ ლაშქარზე, ნადირ-შაჰმა გამოუგზავნა ხმალი მძიმედ მოჭედილი და ცხენი თავიდან ბოლომდე შეკაზმული, ესე იგი ცხენი და ის ლევან სანიკიძეს უწერია, ქუდი ჭერს აკრა სიხარულით ერანის ხელმწიფემო, ისე გაუხარდა ეს გამარჯვება, რომ ერეკლე დააჯილდოვაო. ნუ ძალიან ისეთ მეფური ხმალი არის.
აბსოლუტურად დეტალებში, აი აწერია კიდევაც წარწერა აქვს. დიდბუნოვანმა შაჰმავ ესე იწყება. ასი ხმლიდან ერთი მღერის ესე, თითის დარტყმით. ეს მიუთითებს ფოლადის სისუფთავეზე. ჩემი დიდი ბაბუა აზნაური პლატონ ლაღიძე და მისი ცოლისმა აზნაური გრიგორ ოტიაშვილი. სახეზეა ფრანგული ქვემეხი. გურული სატევარი